ერთია მე რა მინდა, მეორეა მე რას ვაკეთებ და არის მესამე. არსებობს საღვთო ნება, საღვთო განგებულება, რომელსაც თუ ჩემი სურვილი ეწინააღმდეგება, არავითარ შემთხვევაში ის არ ახსნურდება. ჩვენ ხშირად გონია რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე უნდა წარიმართოს ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ ქრისტიანის გზა არის ვარსახოვანი გზა, გზა გოლგოთისკენ. ამას სჭირდება სიმტკიცე სულისა და გულმხურვალება. გარდა ამისა, ჩემი ცხოვრება ის შეიძლება სულაც არ წარიმართოს, როგორც მე მინდა ეს, იმიტომ რომ მე რომ მინდა ის შეიძლება არ იყოს ღვთის ნებასთან თანხვედრაში, ამიტომ მე უნდა ვიყო მზად იმისათვის, რომ წარიმართება საერთოდ სხვანაირად, ვიდრე მე გეგმავ და მე მაწყობს და ეს ყველაფერი მაიძულებს, რომ მკვდარი წერტილიდან გამოვიდე და ჩემს გულში ცეცხლი აინთოს, მივცე ღმერთს საშუალება ცეცხლი აინთოს, ოღონ ამისათვის მე უნდა ვისწავლო მორჩილება ღვთის განგებულებისადმი. და ეს მორჩილება ღვთის განგებულებისადმი არის ის, რასაც სიმდაბლის სათნოება ქვია.